ქუთაისში მომხდარი დანაშაული გახსნილია 2001 წელს საიუველირო მაღაზია თეატრონიდან დამნაშავეთა ჯგუფმა 150,000 ლარის ღირებულების ოქროულობა გაიტაცა. გამოძიების ინფორმაციით თავდასხმაში 6 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც დღესდღეობით სასჯელს უკვე იხდიან, მაგრამ ამ დანაშაულის გამო არა. მათ ბრალი დაუმძიმდებათ და დაკავებულებს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შემთხვევას მაშინ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარ დანაშაულში ეჭმიტანილები დაკავებულები არიან 6 კაციანი ჯგუფი უკვე სასჯელ აღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სულხან მაკარიძე დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა შენახვის ფაქტზე და მის ჯილი აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. კახაბერ რევიშვილი გასამართლებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოძალვის ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე და მის ჯილი აქვს 31 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზვიად ბიწაძე გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა შენახვის ფაქტზე და მის ჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. სერგო ქურცაძე გასამართლებულია ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, მის ჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. დავით თელია გასამართლებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ფაქტზე და მის ჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. გიორგი კობახიძე გასამართლებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე და მის ჯილი აქვს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნინო გუმართელი მუშაობს დღეს თემაზე, რომელიც დანაშაულებრივი სქემის დეტალებზე ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნინო, გისმენთ? სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და პროკურატურის თანამშრომლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გახსნილია საქმე, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ მოხდა. ეს შემთხვევა მოხდა 2001 წლის დეკემბერში ქუთაისში ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში და ამ ყაჩაღურ თავდასხმას მაშინ შეეწირა დაცვის პოლიციის თანაშრომლის სიცოცხლე. როგორც გამოძიება იტყობინება, 6 ადამიანი მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში, რომლებიც დღეისათვის დაკავებულები არიან. მათ წინასწარ დაგეგმეს ეს ყაჩაღური თავდასხმა, ამისათვის სპეციალურად გაიტაცეს მიკროავტობუსი და მძღოლი, ხოლო ამის შემდეგ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები შევიდნენ სალონში, შევიდნენ ამ საიუველირო მაღაზიაში. 150,000 ლარის ღირებულების ოქროულობა გაიტაცეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ერთ-ერთი მონაწილის აღიარებით ჩვენებას ავრცელებს შემთხვევის ადგილზე, რომელიც დეტალურად იხსენებს 10 წლის წინ მომხდარი დანაშაულის დეტალებს. შემევედი ისინი იყვნენ ორი დაცვის თანამშრომელი იყო ძირს დაყრილი და ერთი ყვიროდა მიშველეთო იარაღი აკობდა, იარაღი გამოგვიდეს ხელიდან მას და სისხლები იყო, სისხლი იყო გებაცის და რო შემევედით და ატყდას ეს აქ ამბავი რო იყო ეთყობა იმან მიხდა და ეხლა იმას როლა ისროლა და მესმის შუშის ხმა ჩამტრევის. ხო. ჩამტრევის შუშის ხმა როგორც მოხდა, მე გადავედი იმ ჩაგეხმარეს. ამ დროს შემოვარდა ვიღაც მაშინ ასაკით ასე 45-50 წლის. და ამ დროს მე აბოინე ამოვიღე რომ ვაგებდი ამას და იმ დროს ყურადღება ვერ მივაქცევ მე რა მოხდა. და რო დევის ამისამეს და უცებ გასროლის მომდის. ხო. გასროლის მომესმის აღა მე რა მეგონა რომ იმას საათანემ და ხო მე დავდივდი იასმინის კინცევიდან. ხო. და გასროლის მომა და ავხედე მეთქი რაკენი დამთავრებული იყო ყველაფერი. ბრალდებულმა სულხან მაკარიძემ მოკლა დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის წევრი ალექსი ლილიაშვილი და გაიტაცეს 150,000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები. გამოძიების შედეგად ადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დანაშაულებისათვის დაკავებული 6 პიროვნება. 6 პიროვნებას დამატებით აეხენება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 109, 153, 236 და 179 მუხლებით. 10 წლის წინ ქუთაისში მომხდარ საიუველირო მაღაზიაში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმას ყავდა რამდენიმე თვითმხილველი, რადგანაც თავდასხმა მოხდა დაახლოებით დღის 4 საათზე. დღეს ქუთაისში ის თვითმხილველები, რომელიც შეესწრნენ პირადად ამ საქმეს, იხსენებდნენ მომხდარის დეტალებს, თუ როგორ შევიდნენ სალონში ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეები და როგორ მოხდა ერთ-ერთი დაცვის თანამშრომლის მკვლელობა. შეეთხელდა ხალხი და ეს ყაჩაღები შემოწმინდა 3 კაცის ოდენობით. ჩემი მეწყვილე იდგა შუაგულში, მაღაზიის შუაგულში და მე კარებთან ვიჯექი. როგორც იმას ეცენ, ასე იარაღებით იყვნენ, ხო, როგორც მიცვიდნენ იმას და დაუწყენ ცემა. წამოვხდი მე სკამიდან და წავედი მისაშველებლად. ამ დროს დამადგა ავტომატიანი.
არ გაინძრო, უკნიდან იგზენი უკვე თავის არეაში ძლიერი დარტყმის ზალა. და ამ აქციაში უკვე მეც გარედამწყონებელი პოლიციელი მოვიდა ის ლილუაშვილი ალეკო ჭიდავი იყო რაღაც კარებში ის გარეთ უშლიდა გარეთ უშვებდა ეს შიგნით შემოსვლა უნდა და ის არ უშვებდა ერთი სიტყვით იბრძოდნენ კარგი ხანი მე აქედან რომელიღაცა გამოიქცა მომეშვერეთო იმან ვეღარ შველი ვარო და მომეშვერეთო და აქედან ვიღაცამ გამოიქცა და დაახალა ტყვია იმას კარები ღია კარებიდანაც დაახალა ტყვია მეხურა ესო კარები მოbrunდა გააგზავნა საქმიანობა ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე 6 ადამიანი დღესდღეობით სხვადასხვა სასჯელის გამო ბრალს სასჯელს იხდიან სხვადასხვა დაწესებულებებში თუმცა ამ შემთხვევის გამოძიების შემდეგ მათ დამატებითი ბრალი წაეყენებათ გაზრახ კვლელობა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება ეს საკმაოდ მძიმე დანაშაულს ითვალისწინებს და 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული დიდი მადლობა ნინო გომართელი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში